ბეტონის ბიზნესში როდის გადახვიდით? ქვიშა, ღორღიცა მეტი. ქართული ოცნების ძალოსანი დეპუტატის ბეტონის ბიზნესი. ქართულ ოცნებასთან რომ დაახლოვდით, გაგეხსნათ გზა ლიცენზიებს ადვილად გაძლევენ. აღმოჩენილია ლაშა ტალახაძის კარიერები და ბეტონის ქარხანა ჩემპიონი. კანონოს ვერაფერს ვერ ნახავთ ერთმან და ორს. ტალახაძე კანონს არღვევს, მაგრამ რეაგირება ნულია. ბიზნესი ფორმალურადაც კი არ არის გადაცემული სხვაზე მართვაში. ათქვილი საქმე არ მითხარით? შაბათის გუნდმა აღმოაჩინა ლაშა ტალახაძის გარემოცვის კომპანიებზე გაცემული სახელმწიფო ლიცენზიები დინარიდან ინერტული მასალების ამოღებაზე. ფიქტიურად გადააფორმა ლაშა ტალახაძემ გოგოჭურებზე. ჩვენ დავსვით კითხვა, იყენებს თუ არა ცნობილი სპორტსმენი დეპუტატის გავლენებს ბიზნესის საშენებლად. ქართული ოცნების პირობებში გაგიმარტივდათ ლიცენზიების მიღება? გაშიფრულია მრავალმილიონიანი ბიზნესის მთელი სქემა. კარიერები მეგობრების სახელზე ბეტონის ქარხანა პირად საკუთრებაში. ჩემპიონ კონსტრაქშენის ქარხანა ახლა უკვე ნიშნავს უსწრაფეს მიწოდება საგურამოში. 8 საათზე ნახეთ, რა ფასი აქვს პოლიტიკურ მორჩილებას ქართულ ოცნებაში. ავტობუსის გაჩერება აღარ არის, საფეხმავლობელი კი აღარ არის, იმის გამო რომ იქ წარმოება შეუძლებელია. ტალახაძე სერვის იმ დიდარ ქართველებს თავზობს, ვინც საგურამოში ვილებს აშენებს. ამ დროს კი ბეტონის ქარხნის წინ ხალხს სახლი თავზე ენგრევა. დამხვდა ისა ჩამოშლილი. აი ეს კუთხე. ბიზნეს ინტერესები დეპუტატის მანდატის მიღმა. ნახეთ 8 საათზე. ბატონ რაშტენ, მარიამ კვირკვიაზე მინდა მომიყვათ. ვის სახელზე მალავს კომპანიებს რაჟდენ კუპრაშვილი? მინდა რომ ოთახში კატამოძებნო, მე კიდე მინდა დაგეხმარო. კაცი, რომელსაც ქვეყანა კორუფციისაგან უნდა დაეცვა, თავად აფორმებდა ბიზნეს ახლო გარემოცვაზე. ფიქტიური პირი ხართ ბატონო მარიამ? თქვენ საქმიანობას არ გეკითხებით, რაჟდენ კუპრაშვილის კომპანიებზე გეკითხებით. 27 წლის მარიამ კვირკვია, აღმოჩენილია 3 კომპანია მის სახელზე. ეს არის ძალიან ახალგაზრდა, ძალიან კარგი ადამიანი, გვიჟდები მას. ტურები ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე და ყველგან, სადაც ეგზოტიკური დასვენების მოყვარულები დადიან. მისი ტურისტული კომპანია გამოიყენეთ. ვიყიდე ბილეთები და წავედი. ჩვენი გუნდი არ ყვევდა და 8 საათზე თქვენ მოგიყვებით. რაჟდენ კუპრაშვილი აქ მხოლოდ ტურისტია, თუ ამ ბიზნესის უკან მისი ინტერესები იმალება. თქვენ რატომ გადმოგიფორმათ? არ გაქვთ პასუხი, იურისტი ხართ, ხომ გესმით? ძალიან მეჩქარება. რას მალავს კაცი, რომელსაც ქართული ოცნების ჩინოვნიკების კორუფციული ფაქტები უნდა ეპოვა, თუმცა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების ტერორით იყო დაკავებული. კორუფციულ ფაქტთან დაკავშირებით მაქვს შეტყობინება დასატოვებელი და აღარ ინტერესდებით კორუფციით? 8 საათზე ნახეთ სისტემის სახე, რომელმაც კორუფციასთან ბრძოლა ისე დაიწყო და ისე ასრულებს, რომ ნულოვანი შედეგი აქვს. ჩემზე თავდასხმის ორგანიზატორი იყო ოთარ ფარცხალაძე. ჩასაფრება სადარბაზოში და თავდასხმა ცნობილი კომპანიის ბიზნეს წილების სასართმევად. დამხვდა ეს ადამიანი მიღბით თავზე და აზრზე მომდივარ, რომ ძირს ვაგდივარ, სისხლებში ვარ. კვალი ისევ ფარცხალაძემდე მიდის. ახალგაზრდა კაცი დღეს 8 საათზე მოყვება, როგორ გახდა რეკეტის მსხვერპლი. მიზანი ქონდა ამ თავდასხმას ლიკვიდაცია, გადაცემა ამ ბიზნესის წილების. MMA-ის მებრძოლი, რომელიც ბიზნესმენს საცემრად მიუგზავნეს, ამტკიცებს, რომ სადარბაზოში ინტერნეტით გაცნობილი ქალის ბინას ეძებდა. რა არ გააკეთა გამოძიებამ რეალობის დასადგენად. გატიშ გითხარი, გაგაფრთხილეთ, კამერა გატიშე. ჯერ თავდასხმა, შემდეგ დავაწილებისთვის სასამართლოში. ფარცხალაძეს რომ მაინტერესებს წილების გადაფორმება, განმოფორმების ამბავში. იურისტები ამბობენ, რომ მოსამართლის გადაწყვეტილების უკან გავლენიანი ფიგურანტების ზეწოლა ჩანს. იყენებდა თუ არა ოთარ ფარცხალაძე კავშირებს სასამართლოში სასურველი განაჩენის დასაყენებლად. ხომ არ ქონდა სასამართლოზე კანონთაკრძალულ გავლენას ადგილი. რეკეტი გავლენიანი ფიგურანტების მონაწილეობით ბიზნეს წილების სასართმევად. ნახეთ დღეს 8 საათზე.